გამარჯობათ. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს მე ტელეპლუსის ეთერში ვარ. დღეს დღევანდელი ჩემი გადაცემა არის ძალიან მნიშვნელოვანი. პირველი ის რომ მე დღეს სტუმრები არ ამყავს და ეს შეგნებულად გავაკეთე. მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ქართველი ხალხი ვართ სტუმართმოყვარი ადამიანები, ვიცით სტუმართ მასპინძლობა და ეს ისტორია და ეს ტრადიციები ჩვენ მოგდეს ოდითქანვე. მე დღეს გადაწყვეტილება მივიღე რომ ის საკითხები, რომელ საკითხებს უნდა შევეხოთ დღეს, მე მხოლოდ პირადად მივისაუბრო საკითხებზე და მე ბოლომდე მივიტანო საზოგადოებასთან ის უბედურება და ის პრობლემატური საკითხები, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ტრიალებს და ბევრი დღეს ამას ვერ ხედავს და ბევრი დღეს ამას ვერ უყურებს. გასაგებია დღეს 26 მაისი არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არის დღეს. მე მინდა მოგილოცოთ ყველას დღევანდელი დღე. მე მინდა განსაკუთრებით მიულოცო ყველა იმ სამხედრო მოსამსახურეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, უშიშროების თანამშრომლებს, რომლის მხრებზეც დღეს დგას საქართველოს უსაფრთხოება და რომელი ჯარისკაცებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს და უშიშროებას დღეს არის გამოსული წინა ხაზზე და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ყველა ტრული გადაწყვეტილებები იქნეს ლოკალიზებული. მე მინდა თქვენ მოგილოცოთ ბიჭებო, ყველას მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე და მალე გვენახოს ნამდვილი დამოუკიდებელი საქართველო. ნამდვილი დამოუკიდებელი საქართველო, რომლისთვისაც დღეს ჩვენ ყველანი ერთად ვბრძოლობთ. დღეს საქართველო ოკუპირებული არის დასავლეთის მიერ და ოკუპირებული ყავს მას საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი და მისი ბინძური პოლიტიკა დღეს გამეფებულია ჩვენ ქვეყანაში. მაგრამ როგორც ყოველთვის ქართველი ხალხი ბრძენია და ჩვენ მოთმინებით და ბრძნული გადაწყვეტილებებით მივახცევთ იმ დამოუკიდებლობას, იმ სანუკვარ დღეს, რომელ დღესაც ყველა ერთად ვიზეიმებთ საქართველოს განთავისუფლებას დასავლური ბინძური იდეოლოგიისაგან. მეგობრებო, წარმოიდგინეთ თქვენ 17 მაისს საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა თქვა და წერტილი დაუსვა ყოველივე იმ ბინძურ პროპაგანდას და ყოველივე იმ ბინძურ ცხოვრებას, რომელი ბინძური ცხოვრებაც და პროპაგანდაც მოდის ნიაღვარივით დასავლეთიდან, მოდის ნიაღვარივით ევროკავშირიდან. ლიბერალ LGBT ფაშისტურ ტერორისტული იდეოლოგია სოფლიოში მოდებულია. ამერიკის შეერთებულ შტატებში მოვიდა ტრამპი პრეზიდენტად და მან თითქმის წერტილი დაუსვა ამას მის ქვეყანაში. მხოლოდ მის ქვეყანაში. საქართველოს ხელისუფლებამ კანონები მიიღო იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა აიგრძალოს ლიბერალ LGBT ფაშისტურ ტერორისტული იდეოლოგია და მისი პროპაგანდა ამ ქვეყანაში. ამის შესახებ საქართველოს ხელისუფლებას როგორც შიდა, ისე გარე მტრები მაქსიმალურად აკეთებდნენ ყველაფერს და მასშტაბურ შეტევებს ახორციელებდნენ მათ წინააღმდეგ, რომ ეს კანონპროექტი ჩავარდნილიყო. მაგრამ მივიღეთ ეს კანონპროექტი. მივიღეთ ქართველი ხალხის ნებით, ქართველი ხალხის მოთხოვნით. მივიღეთ სწორედ აი ამ 17 მაისის მოთხოვნით. 17 მაისმა, რომელმაც პირდაპირ უთხრა მსოფლიო საზოგადოებას, მსოფლიო ლიბერასტურ საზოგადოებას, რომ ჩვენ ვართ ერი, რომელი ერიც არის მოსული ამ ქვეყანაზე ღმერთიდან. მას აქვს თავისი ისტორია, თავისი ტრადიციები და ამ ტრადიციებს, ამ ისტორიას და ამ მთელ დიდ ისტორიულ გადმონაშთს, რომელიც ჩვენ მოგზდებს ჩვენი წინაპრებიდან, არავის არ გავათელინოთ ფერქვეშ და ეს ასეც იქნება და ასეც გავაკეთებთ და სწორედ ამან განაპირობა, რომ 17 მაისს საქართველოს მოსახლეობას ეთქვა თავის სიტყვა. 17 მაისი საქართველოს ხელისუფლების მიერ ორგანიზებული არ იყო. ეს იყო საზოგადოების, საპატრიარქოს თვით ორგანიზება და ეს ხალხი გამოვიდა იმისათვის, რომ ამ ადამიანებმა დაიცვან თავისი ოჯახური სიწმინდეები, დაიცვან თავისი ტრადიციები, დაიცვან ის სიყვარული, მამაპაპური სიყვარული, რომელიც ჩვენ მოგდევს. ამიტომ გამოვიდნენ. და ამ შემთხვევაში უკვე ჩვენ შევხედეთ თუ რა დღეში ჩავარდა ლიბერასტული საზოგადოება.
სწორედ ის ლიბერალური საზოგადოება, რომელი ლიბერალური საზოგადოებას დღემდე ებრძვის, დღემდე უნდა გართელოს ფეხქვეშ ჩვენი ტრადიციები. დღეს ჩატარდა აღლუმი. აღლუმზე გამოვიდნენ გულანთებული ვაჟკაცი ბიჭები, ჩვენი ჯარისკაცები. ჩვენმა ჯარისკაცებმაც, რომელმაც დაანახა სოფლიოს, რომ საქართველო ყოველთვის იყო და იქნება. ჩვენმა ჯარისკაცებმა, რომელმაც დაანახა სოფლიოს, რომ ტრადიცია ქვეყნის სიყვარულისადმი და ის დიდი შემართება, რომელიც ღმერთმა გვიბოძა ჩვენ, ეს ყოველთვის იყო და იქნება. მე გთხოვთ უჩვენოთ კადრები, თუ როგორი ორგანიზებით ჩატარდა დღევანდელი დღე, 26 მაისი. აი მეგობრებო, ეს არის ჩვენი ბიჭები, ჩვენი შვილები, ჩვენი ვაჟკაცები, ჩვენი გმირები. გმირები, რომლებიც ჩვენ გვყავდა, გვყავს და გვეყოლება. და ამ გმირებს პატივისცემა უნდა. იმ გმირებს პატივისცემა უნდა, იმ ვაჟკაცებს პატივისცემა უნდა და ყურადღება უნდა, რომლებმაც თავიდან საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების დღიდან დაიწყეს და გადადგეს ის ნაბიჯები, რომ მათ შეექმნათ ქართული არმია. მათ შეექმნათ ქართული სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურები. სად აქვს დღეს ის ხალხი? სად არიან დღეს ის ადამიანები, ის ოფიცრები, ის მებრძოლები, ის ვაჟკაცები, რომლებიც თავგანწირულად ბრძოლობდნენ საქართველოსათვის, რომლებმაც თავგანწირულად მიაღწიეს იმ შედეგს, აშედეგითაც დღეს ჩვენ 26 მაისს ვზეიმობთ. რატომ არ მოიხსენიებთ ხელისუფლება? რატომ არ დღეს იმ ადამიანებს იწვევთ იმ ღონისძიებებზე, საპატიო ადგილებში, რომ დაინახოს, რომ სოფლიომ და დაინახოს საზოგადოებამ იმ სამხედრო კონტინგენტი, რომელსაც სამხედრო კონტინგენტმაც პირველი ნაბიჯი გადადგა ქართული ჯარის შექმნასთან დაკავშირებით. რა ხდება, რაშია საქმე? დაგავიწყდათ? თუ ისტორია გინდათ გვერდზე მისიოთ, როგორც ამას ახერხებს და უნდათ ლიბერალ LGBT ფაშისტურ იდეოლოგიის მატარებელ პოლიტიკოსებს. არა, ეს არ შეიძლება. ჩვენ წარსულზე უნდა ვასწავლოთ ჩვენ ჯარისკაცებს ცხოვრება. ჩვენ ჯარისკაცებს უნდა დავანახოთ ის სამხედრო შემადგენლობა, რომლებსაც სისხლით მოიტანეს დღემდე 26 მაისი. საქართველოს დამოუკიდებლობა, რომლებსაც სისხლით დაღვარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში. მე რა იტყვია, რომ თქვენ ომი წააგეთო. ჩვენ ომი არ წაგვიგია. სამხედროებს ომი არ წაგვიგია. ომი წააგო ხელისუფლებამ, პოლიტიკოსებმა, სამხედროებმა ყველა ბრძოლა მოვიგეთ. ყველა ის ბრძოლა მოვიგეთ, რომელ ბრძოლებში და ჩვენ წარმატებულები გამოვდიოდით. მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქართველო შიშველი ხელებით ბრძოლობდა 92 წლებში, 13 წლებში. დიახ ბატონებო, 92, 13 წლები. რატომ გავიწდებათ? რატომ იმეორეთ სააკაშვილის ნარატივს? რატომ გინდათ სააკაშვილის ხედვებით გაყვეთ თქვენ აი ამ სწორედ ამ მიმართულებას, რომ თითქოს 92-13 წლები არ არსებობდა და არ იყვნენ ის ვაჟკაცი გმირები და არ იყვნენ ის მართლაც შემართებული ჯარისკაცები, რომლებიც შემართებულად ბრძოლობდნენ შიშველი ხელებით წელიწადი და 13 თვე. ეს არ იყო არაფერი? თუ მარტო სამდღიანი ომი იყო ყველაფერი. თუ მარტო ამ სამდღიან ომზე გადაგაგთ ყველაფერი და მარტო ამ სამდღიან ომში მონაწილეებზე იყო ყველაფერი, მაგრამ ჩვენც იქ ვართ, იმ სამდღიან ომშიც მონაწილეები ვართ, ჩვენ სამწუხაროდ ჩვენ შემდგომ ყური არავინ დაგვიგდო. იმიტომ რომ პოლიტიკოსებმა მართეს მაშინ ეს სიტუაცია. იმიტომ რომ სააკაშვილის ბანდ ფორმირებამ მართეს ეს სიტუაცია და პროფესიონალი
პროფესიონალი ჯარისკაცები ჩამოაცილეს აი ამ პროცესებიდან და არ მიცეს იმის საშუალება, რომ როგორმე ის მოვლენები, რომელი მოვლენებით ფეხს იკიდებდა საქართველოში, სწორედ ამ საბრძოლო მოქმედებასთან დაკავშირებით მისი ლოკალიზაცია მოახდინათ. ლოკალიზაცია მე გულისხმობ, რომ შესაძლებელი იყო ამ პროცესების თავიდან აცილება. დიახ, შესაძლებელი იყო 2008 წელს ამ პროცესების თავიდან აცილება. მე მას ხმამაღლა ვიძახი და ვამბობ როგორც სამხედრო პროფესიონალი სპეციალისტი და მე ვიცი, რომ როგორ გამვითარდა ეს ყველაფერი. იცოდეთ და მე მინდა ყველა საქმის ყურში იყოთ, რომ ის 92-13 წლები, ის 2008 წელი, ეს ყველაფერი ერთი სცენარის, ერთი გეგმის ნაწილი არის. თქვენ რა გონიათ 92-13 წლებში ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურები არ იყო ჩართული ამ პროცესებში? მათ მიერ არ იყო ეს ოპერაციები დაიწყო? მათ მიერ არ იქნა საქართველოში სამოქალაქო ომი, რომელიც ერთმანეთს დაგვაპირისპირეს ქართველი ხალხი და ტყვია გვასრულინეს ერთმანეთზე? ეს იყო მაშინდელი ლიბერალური რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ერთობლივი ოპერაცია. აი ეს ომყავდათ იქ ლოთი, ელცინი, პრეზიდენტად, ლიბერალი კოზირევი, საგარეო საქმეთა მინისტრად და სხვა დანარჩენი ლიბერასტები იქ კრემლში, აი სწორედ მათი ორგანიზებული იყო ეს ყველაფერი ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურების ხელშეწყობით და მათმა გააკეთეს ეს ყველაფერი. და დღეს რა? დღეს რას ვეუბნებით ჩვენი ვაჟკაცებს და იმ ბიჭებს, რას ვეუბნებით ჩვენ იმ გმირებს, რომელი გმირებიც ხსენებაში არ აყავთ. არ აყავთ. ანწუხელიძე გმირია, კი ბატონო. გმირია. მაგრამ ბევრი ანწუხელიძეები ყავთ ჩვენ საქართველოში კიდევ იცოდეთ თქვენ უნდა გავისწრებათ 92-13 წლებში. დავიწყო გვარების ჩამოთვლა ახლა და გითხრათ, რომელი ვაჟკაცებიცა, რომელი სამხედრო მოსამსახურებიც ვაჟკაცურად და გმირულად ეწირებოდნენ და მათი მოქმედებიდან გამომდინარე მრავალი ადამიანის სიცოცხლე გადარჩა? ძალიან ბევრი ყავს ეს. რატომ არ აინტერესებთ? რატომ არ კითხულობთ? რატომ არ მიქავთ მისი ოჯახები დღეს იქ 26 მაისს და არ ამბობთ მათი ოჯახის წარმომადგენლის გმირობაზე? არ ესაუბრებით მის შვილებს. რატომ არ შეგაქვთ მათი გმირობა სახელმძღვანელოებში, რომ სკოლებში შევიდეს? ეს რატომ არ არის დღეს ამ ქვეყანაში? რა ხდება? რაშია საქმე? ვინ არის ამის თავი და თავი, რომელიც ამას ყველაფერს აფუჭებს? და არ უნდა რომ ის გმირები და ის ვაჟკაცები, რომლებსაც მართლაც გმირობა ჩაედინეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის ბრძოლებში, დღეს არ იყოს ცნობილი საზოგადოებასთვის და ერთი მხოლოდ პოლიტიკურ დატვირთვასადეთ მარტო ამას მეც არაფერს. ეს უნდა გააკეთოთ თვითფასო ხელისუფლება. და ეს უნდა თქვენ აიღოთ თქვენ თავზე. ხალხი თქვენთან არის, ხომ ხედავთ? იმ მოთხოვნებით, რა მოთხოვნებსაც თქვენ ახლა დღეს აჟღერებთ, რომ საქართველოს უნდა იყოს დამოუკიდებელი პოლიტიკის და ეკონომიკის მქონე ქვეყანა, რომ საქართველოს მიმართ უნდა შეწეს ყოველგვარი ზეწოლები. საქართველოს არ არის ვიღაც აქ ჩამოთრეული ელჩების იქითაკე საპანგურო ქვეყანა. ეს ევროკავშირის ელჩი, გერმანიის ელჩი, საფრანგეთის ელჩი, რომლებიც პირდაპირ სათავეში ზიან ამ სიბინძურების სათავეში და ისინი მართავენ ყველაფერს. აი მათ პასუხი უნდა მოეთხოვოს. მაგრამ ვინ მოთხოვს პასუხს ამას? ვინ უნდა იყოს ამის ინიციატორი? ვინ უნდა დააყენოს ეს საკითხი? ხელისუფლებამ, ხო? ხელისუფლებამ რატომ არ დაუძახა თუნდაც ერთ ელჩს მაინც იმასთან დაკავშირებით და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს იმასთან დაკავშირებით, რომ რატომ ესენი ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს? რა ელჩის საქმე არის ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების მართვა? რაშია საქმე? რატომ მართავენ დღეს ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთის, ინგლისის, გერმანიის ელჩები საქართველოში პოლიტიკურ პროცესებს? და რატომ არიან ისინი დღეს აქტიურად ჩართული იმ პროცესებში, რომ საქართველოში მოახდინონ რევოლუცია და საქართველოში კვლავ გაიხსნას მეორე ფრონტი და დაეღვაროს სისხლი? ამაზე პასუხს რატომ არ ათხოვთ? რატომ არის დღეს ეს ყველაფერი იგნორირებული? და რატომ დღეს ქართული ხალხში თქვენ შეგაქვთ ეჭვი უკვე და ყველას ეჭვი გვეპარება იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენ რაღაც ეს კონსერვატული მანტია მოირგეთ. სიტყვას ამბობთ და საქმე არ კეთდება. საშინლება მოხდა გუშინ თბილისში. აბა ატეხა ვინმე რამე განგაში ამასთან დაკავშირებით? გამოვიდა რომელიმე პოლიტიკოსი და შეაფასა ის სიბინძურე და ის სიბილწე, რაც ლისზე მოხდა? ხალხო ვიღუპებით. ეს დაღუპვა არის. ლისზე, სადაც ორგანიზებულად ლიბერალი, LGBT, ფაშისტურ, ტერორისტული იდეოლოგიის მატარებელი ის ორგანიზატორები შეიკრიბნენ, რომლებსაც ფარველობს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რობი დანიგანი,
ევროკავშირის ელჩი, ჰარცერი, გერმანიის ელჩი, ინგლისის ელჩი და მათი ორგანიზებით ეს ყველაფერი მოხდა და იმ ღონისძიება, რომელი ღონისძიება ჩატარდა და რომელი ღონისძიებამაც აბსოლუტურად მოიცვა მთელი სოციალური ქსელები და არა თუ მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, ხმა არავინ ამოიღო ამის წინაშე. ნახეთ რა რაოდენობის არასრულწლოვანი ბავშვები იმყოფებოდნენ იქ. შეხედეთ რა პროპაგანდა მიმდინარეობდა. შეხედეთ როგორ საღდებოდა ნარკოტიკები და იწამულებოდა ჩვენი მომავალთაობა, ჩვენი შვილები. მე მინდა რომ ეს კადრები აჩვენოთ ახლა თქვენ რა უბედურება და რა სიმახინჯე ხდებოდა იქ და რა არის და რა სიშავს ეს საზოგადოებამ შეაფასოს ეს და საზოგადოებამ ნახოს. თხოვთ უჩვენოთ კადრები. აი ბატონებო, კაბიანი კაცები, რომლებიც დღეს გამოსული, გუშინ გამოსულნი და რაღაც სიმახინჯეებს მღეროდნენ და ამახინჯებდნენ ქართულ კულტურას, ქართულ ხელოვნებას, ამას ემოციებით ხვდებოდნენ იქ მყოფი ადამიანები. ეს ადამიანები მართული იყო სულ უკვე. და იცი როგორ იყო მართული? სპეციფიკური პრეპარატები ჰქონდათ მიღებული სულ, რომლებმაც იქ მივიდნენ. ეს ის ადამიანები არიან, რომელი ადამიანები უკვე დაღუპულები არიან. ამათ ჩვენ საქართველოს რესურსად ნუღა წარმოვიდგენთ. ესენი აღარ არიან ის ადამიანები, რომელი ადამიანებიც ხვალდაზე გამოვლენ და საქართველოს სიყვარულისათვის, საქართველოს ტრადიციებისათვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და საქართველოს სიძლიერისათვის ესენი თავს დადებენ. არა, მათი არის მხოლოდ ის ინტერესი, რაც ჩვენ ახლა ვნახეთ. ეს რაც ხდება, იცი? მე აგიხსნით ახლა. აუცილებელი არ არის შენ ქვეყანა დაიპყრო იარაღით და მოახდინო შენი სრული ზეგავლენა ძალადობრივი მეთოდებით, ხო? მხედველობაში იყოს მე სამხედრო ოპერაციები და ამ სამხედრო ოპერაციების საფუძველზე მოახდინო ქვეყნის ოკუპაცია. ქვეყნის ოკუპაცია აი სწორედ ასეთი მეთოდებით ხდება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და კოლექტიური დასავლეთიდან საქართველოს წინააღმდეგ. ნაბიჯ დაიწყო ეს ყველაფერი ჩვენ ქვეყანაში. ჩვენ ქვეყანაში ეკონომიკა გააჩანაგეს. ქართველი ხალხი გაამათხოვრეს. დევნილებად აქციეს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი. ემიგრანტებად აქციეს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი. ეკონომიკა, რომელიც ყვაოდა ქვეყანაში, ქარხნები, სამრეწველო ქარხნები, ფაბრიკები და ეს ყველაფერი იყო ჩვენს ქვეყანაში ორგანიზებულად გაკეთებული, აგურ გააყიდინეს ქართველ ხალხს, ქართველი ხელით. ქართული კაცის ხელით მოხდა ამ ფაბრიკა ქარხნების გრევა და როდესაც ეს ფაბრიკა ქარხნები გაყიდეს და შესაბამისად შემდგომ უკვე აღრაფილი არ დარჩა ამ ქართულ ხალხს და საქართველოს მოსახლეობას უკვე რომ გამოეკვება თავისი ოჯახი, აი შემდეგ უკვე თავს მოეხვია საქართველოს ავადსახსენებელი და სატანისტური ორგანიზაცია, ეს არის ეგრეთ წოდებული სოროსის ფონდი. სოროსის ფონდმა, რომელმაც უკვე დოზირებულად მიაწოდა. რაღაც გარკვეული მცირე რაოდენობით ფინანსები, რომ ეს ხალხი შეერი არ ამოხოცილიყვნენ შეერები და აეგრძნოთ მათ, რომ ამ ადამიანებთან მივიდა ვიღაც ისეთი ადამიანი, რომელიც მათ შველის უკვე და გახადათ თავისე დამოკიდებული. ესეც უკვე მისი ერთ-ერთი ტექნოლოგია არის სპეცსამსახურების ადამიანებზე ზეგავლენის მოხვედრა. ამის შემდგომ შეუქმნეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელი არასამთავრობო ორგანიზაციებშიც წამოვიდა მათ მიერ დატრეინინგებული და გააგენტებული ახალგაზრდები. მეტიც ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიცეს ფინანსები და ამ ფინანსებით ყიდულობდნენ, იცით ვის ყიდულობდნენ? მინისტრებს, მინისტრის მოადგილეებს, დეპარტამენტის ხელმძღვანელებს. ეს მე კარგად ვიცი. რადგან ჩემ დროს ეს ხდებოდა, როდესაც მე თავდაცვის სამინისტროში მსახურობდი ერთ-ერთ თანამდებობაზე. და ეს გაყიდული ადამიანები უკვე ატარებდნენ მათ პოლიტიკას და ასრულებდნენ მათ გეგმებს. შესაბამისად შევიდნენ განათლების სამინისტროში. სრული ოკუპაცია მოახდინეს განათლების სამინისტროში. ჩახსნეს ის
პროფესორ მასწავლებლები, რომლებიც ქართული იდეოლოგიის და ქართული სიყვარულით იყვნენ გაჟენთილები. გაანადგურეს აკადემია, აკადემიკოსები, ჩარეცხილები უწოდეს ამათ ყველაფერს. ამათ, აი ამ ადამიანებს, ამ დამსახურებულ ადამიანებს ტრებად გამოიყვანეს, რუსეთუმებად გამოიყვანეს და მოიყვანეს თავიანთ მიერ დანომრილი, კიდევ გეუბნებით, დანომრილი და ზედმეტ სახელებით კარტოტეკაში რომ წერია, მათ ზედმეტ სახელები, პროფესორები, პედაგოგები, აკადემიკოსები და დაიწყეს საქართველოს უკვე 90 გრადუსით უკუღმა მართვა. განათლების სამინისტროს სრული ოკუპაცია. იმ ბავშვების ტვინის რეცხვა, რომელიც ბავშვების დღეს გუშინ ჩვენ ლისზე ვიხილეთ. დიახ, ის ბავშვები არიან სწორედ ის ბავშვები, რომელი ბავშვებშიდაც შევიდა სოროსის ბინძური იდეოლოგია. ეხლა მიიღო ხელისუფლებამ კანონი LGBT პროპაგანდასთან დაკავშირებით. პირდაპირ გეუბნებით, რაც გუშინ ხდებოდა ლისის ტბაზე, ეს იყო LGBT პროპაგანდის ერთ-ერთი დიდი მნიშვნელოვანი მიმართულება. და ეს იყო ყველა ის ადამიანები, რომელი ადამიანებიც გამოდიოდნენ სცენაზე, LGBT იდეოლოგიის პატარებელი ადამიანები, ამ LGBT ცხოვრებით მაცხოვრებელი ადამიანები. ეხლა ხელისუფლებამ გეკითხებით თქვენ, კანონი მიღებული გაქვთ. კანონი LGBT პროპაგანდის წინააღმდეგობას დაკავშირებით. რატომ არ ხდება ამ კანონის განხორციელება პრაქტიკაში? რაშია საქმე? დაგვანახეთ. რატომ ჩვენ მარტო ფურცელი არ გვინდა? ფურცელზე ბევრ ამას დავწერ და წავიკითხავ. მაგრამ მისი განხორციელება რატომ არ ხდება? იმ კანონის, რომელიც კანონის მიღებაშიდაც საქართველოს მოსახლეობის 95%-მა დაგეჭირათ მხარი. და 95%-ის ნება იყო ის, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ მომხდარიყო ამ LGBT პროპაგანდის ლოკალიზება და მისი აკრძალვა. ეს ხომ აკრძალეთ ხელისუფლება. რატომ არ ღებულობთ ზომებს? ვინ არის ეს კაბიანი კაცები, რომლებიც გამოდიან და ამ ბავშვებს ტვის ურეცხავენ? ვინ არის ის ნარკორეალიზატორები, რომლებმაც ნარკოტიკები შეიტანეს და თლიანად მთელი ეს მოწამლეს ეს წელი თაობა? მერე კიდევ მეცაც გეტყვით. ქუჩებში გაიარეთ, უბნებში გაიარეთ, ლოკაციები არის მინიშნებული და დილას გამოდით 1-6 საათზე გარეთ და ნახავთ როგორ არის გადათხრილი ხის ძირში მიწები. იცი რატომ არის? იმიტომ რომ იქ ნარკოტიკებს ალავენ და შემდგომ ლოკაციას პირდაპირ აძლევენ მომხმარებელს. მე დავიჭირე პირადად ორჯერ ფაქტზე. მე პირადად დავიჭირე ორჯერ ფაქტზე ადამიანი, რომელიც მალავდა ნარკოტიკებს. და იცი რა გააკეთა ამ ადამიანმა? პოლიცია გამოიძახა. და პოლიცია გამოიძახა და პოლიციას განცხადება დაუწერა, რომ ტრისტან წითელაშვილა ჩემზე იზალადაო. ეუბნები მე პოლიციას, რომ გაუჩხრიკეთ მანქანა. ეს ადამიანი არის ნარკორეალიზატორი. ეს ადამიანი არის მტერი საქართველოსი. გარეწარი თან არა ქართველი იყო. და ინგლისის მოქალაქე, რომელიც აქ ჩამოსულია საქართველოსი, ცხოვრობს კონსპირაციულ ბინაში და ავრცელებს ამ ნარკოტიკებს. იცი რატომ ავრცელებს? იმიტომ რომ ესეც ერთ-ერთი მიმართულება არის იმისათვის, რომ საქართველოს მოსახლეობა დაიყვანონ მინიმუმზე. ამას ხომ ჭირდება პრაქტიკაში მოყვანა სწორედ ამ კანონებს, რომელ კანონებსაც გვიღებულობთ. ამას ხომ ჭირდება პირდაპირ მოქმედება და მოქმედების საფუძველზე ყველა ამ სიბინძურების ლოკალიზება. ამას რატომ არ აკეთებთ? მით უმეტეს ხალხი თქვენთან არის. ხელისუფლება. ხალხი თქვენთან არის ამ მოთხოვნებით. ამ ნარკოტიკების წინააღმდეგ და LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას დაკავშირებით. ხალხი თქვენთან არის. ხომ იცით თქვენ საქართველოს მოსახლეობის 95% თქვენთან არის ამ საკითხთან დაკავშირებით. სრული მხარდაჭერა გაქვთ. სრული მხარდაჭერა. ჩვენ პირადად მე ჩვენ რა გავაკეთოთ ახლა? გეკითხებით. რასაც ჩვენ ხედავთ ახლა? რასაც ჩვენ უყურებთ ამ ქვეყანაში? ამ მიმართულებით. ეს არ არის ის რომ შვიდათ იჯდეს ადამიანი და თქვას რომ მე რა კაცო ჩემი ოჯახის წევრი ხომ არ არის ამ მდგომარეობაში და ერთი მაგათიცო რა ესე ხელი არა მე რა გვიან იქნება. იცი რატო იქნება გვიან? იმიტომ რომ ეს მე რა თქვენთანაც ოჯახში. ისე შემოვა თქვენთან ოჯახებში ეს მე რა რომელზეც მე რას ამბობ თქვენ? ეს ბინძური იდეოლოგია ვერს გაიგებთ ვერაფერზე. მე გვიან იქნება და მე თავი მოსაკლავად გაგიხდებათ. ამიტომ მე ვფიქრობ რომ საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას ამ პრობლემებთან დაკავშირებით დაიწყოს მასშტაბური ბრძოლა.
და მასშტაბურ ბრძოლაში ჩვენ საქართველოს მოსახლეობის სრული შემადგენლობა დაუდგებით გვერდით. ერთი წუთითაც არ იფიქროს ხელისუფლებამ რომ რომელიმე მათგანმა ჩვენგანმა გიღალატოთ და გვერდზე გავდგეთ. პირიქით, უფრო მეტად გავძლიერდებით. გააკეთეთ ეს. გადაარჩინეთ ჩვენი მომავალი, ჩვენი შვილები. შეცვალეთ განათლების სისტემაში მთლიანად ეს წელი პროგრამები, რომელი პროგრამების საფუძველზე ტვინი გამოურეცხეთ ჩვენ შვილებს. შეცვალეთ ეს პედაგოგები, ეს პროფესორ-მასწავლებლები ინსტიტუტებში. დაუძახეთ იმ აკადემიკოსებს, ღვაწლმოსილ აკადემიკოსებს. მეთქვა გაუმარჯოს გვარდიასახელი დამავიწყდა იმ კაცმა ბოლომდე იბრძოლა იმასთან დაკავშირებით რომ და მაინც მიაღწია შედეგს რომ ქართული ენა აკრძალული ქონდა სააკაშვილის ინსტიტუტებში აკრძალული და ამ აკადემიკოსმა იბრძოლა ბოლომდე ბევრი წინააღმდეგობა გაიარა ბევრი რომ მეტყვი ზეწოლები გაიარა და დღეს მაინც მიაღწია იმას რომ ქართული ენის სწავლება დაუშვეს უმაღლეს სასწავლებლებში აი ხომ ყოფილა თუნდაც შესაძლებელი ყველაფერს გაკეთება. ამიტომ გავაკეთებთ ყველაფერს ერთად თუკი ჩვენ მოვინდომებთ. არ გვინდა ჩვენ ეხლა გავაკეთოთ და დავიწყოთ თვითნებური მოქმედებები. მართლაც ამოვიდა ყველაფერი კისერში კაცო. აუტანელი არის დღეს ქალაქში გასვლა. აუტანელი არის იმ ადამიანების ნახვა, რომელი ადამიანების ქუჩაში ხვდებიან, მით უმეტეს ახალგაზრდა თაობა. ხვი გახვეტილი, ყურ გახვეტილი, კიკინებიანი, მიხატული, მოხატული, ჩახტილი, გამოხტილი. და პიტარით ღიად ქუჩებში რასაც უნდა იმას აკეთებენ. ღამის კლუბები ბასიანის კლუბს რატო არ კედავთ? ხომ ხედავთ რა ხდება ბასიანის კლუბში? ხომ უყურეთ რომ იღუპება ჩვენი თაობა ბასიანის კლუბში? და არა თუ მარტო ბასიანის კლუბებში. არამედ იმ სხვა დანარჩენ ღამის კლუბებში. რა ხდება იმ ხიდის თავებში, ქვემოთ, სიცარიელე სივრცეებში? რატო არ ამოწმებთ იმ ბარათაშვილის ხიდს, ვახუშტის ხიდს და ასე შემდგომ? რა ხდება იქ? რა მდგომარეობა არის და სად არიან ღამე ჩვენი ქვეყნის შვილები და რა ნარკოტიკებს ღებულობენ? ამას რატო არ აკეთებთ? რატომ გინდათ თქვენ დღეს გინდა არ ვიცი თქვენ გინდათ არ გინდათ ან ვერ ახერხებთ ან კიდევ რაღაც ზეწოლების ქვეშ ხართ და რაღაცა პრობლემები გაქვთ, ხო? გითხარით ჩვენ კაცო. გითხარით ჩვენ და მოვალთ. დაგიდგებით ჩვენ დაგიდგებით გვერდში თქვენი არ ხელფასი გვინდა არ თანამდებობები გვინდა არაფერი არ გვინდა ჩვენ გვაქვს ჩვენი რესურსები ოჯახებიდან წამოვართ თითოეული კაცი მამაკაცი იქნება თითოეული მებრძოლი და დაგიდგებით გვერდში აი ამ საქმეებთან დაკავშირებით რომ ჩვენი ოჯახები გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა გადავარჩინოთ ოღონდ ეს კანონი ამ კანონს მიეცით პრაქტიკულად რომ მიიღოს თავისი შესაფერისი მოქმედების საშუალება ეს კანონი განახორციელეთ კაცო. რა გინდათ ვერ გავიგეთ თქვენ? ასე გვინდა ვიცხოვროთ? და ასე ცხოვრებით გინდათ რომ ჩვენ ბოლომდე ესე იგი გავწიროთ ჩვენი შვილები? რა გონია თქვენ იქ სადღაც იქ რამდენი ადამიანი იქნებოდა? იცით 5000 ბავშვი იქნებოდა იქ ასული. 5000 ბავშვი იქ იქნებოდა ლისტში ასული. სადაც ოვაციებით და მთელი იმით იყვნენ ამ ლიბერალ LGBT ფაშისტური იდეოლოგიის ხელოვან ხალხთან. და თელი ის ქონათ, ვაი ვიშვიში ქონათ და მე კიდევ საოცრება არის კაცო. ნანი ბრეგვაძე, გიული ჩოხელი და ასეთი ხანდაზმული ადამიანები რო აიყვანეს იქ, იმათ თავის გაჭირება ყოფნის 85-ით 90 წელს მიღწეულ მოხუცებზედაც კი მანიპულირებთ და 90 წელს მიღწეულ ადამიანებზედაც კი სპეკულირებთ, რომ აი თითქოს და ეს ხალხი თქვენ გვერდში არის. იმათმა რა ეციან უკვე. ისინი უკვე აღარ არიან იმ ეფექტური აზროვნების ქვეშ, რომ მათმა რეაგირება მოახდინონ რა მოხდა იქ და რა იყო და ისინი გამოგხავთ ამ ბავშვების წინაშე რომ აი თურმე ეს ხორება ამათვისაც მისაღები ყოფილა. არ გწხვენიათ? არ გწხვენიათ ამ ხანდაზმულ ადამიანებს რო იყენებთ ამ ბინძურ საქმეებში? დაანებეთ თავი ამ ხალხს. მოეშვით. რა გინდათ ამ ხალხთან კაცო? მაგ ადამიანებმა თავისი უკვე ამ ქვეყანაში გაიარეს, ხო? მაგ ადამიანებმა თავის ხორება იცხოვრეს, ხო? მოეშვით ამათაც ახლა იმის არ იყოს ვახტანგ კიკაბიძე იყო და მთელი თავისი კარიერა რუსეთში აიწყო, ცხოვრება. რუსეთში აიწყო ცხოვრება და იქიშოვა მთელი მილიონები და ბოლოს აგერ ის მართლაც საყვარელი მსახიობი მართლაც მიმინო მით უმეტეს სახელი გაურთქვა მთელ სოფლიოში და სათაყვანებელი ადამიანი იყო იმდენი გააკეთეთ პოლიტიკაში ჩარიეთ და ადამიანი გაამარგინალეთ, გაიგე და ამ ქვეყნიდან გამარგინალებული გაუშვით. ესმით?
Აი ეს გააკეთეთ თქვენ. ეხლა ესეც გინდათ ასე ამათაც გინდათ ასე გაუკეთოთ, ხო? და ასეთი იმით გინდათ ესეც ღმერთთან დიდხან აცოცხლონ. მაგრამ ბიჭო, იმ ადამიანებს შვილები ყავთ სახში, შვილები, იმათმა მაინც თქმა რაღაცა სიტყვა. მე ვიცი ნანის ბერგვაძის ოჯახს, არაჩვეულებრივი შვილები და შვილიშვილები ყავს, კაცო. და მე ვიცი რომ ამ ოჯახს ბიზნია ივანიშვილის სტიპენდიადი არის ეს ოჯახი და ბიზნია ივანიშვილის ფონდებიდან იმაშობა, რაღაცა ქვია, იკვებება. და ეს გიული ჩოხელიც. და თქვენ რა ხშია საქმე გაგვაგებინეთ ეთი. რა საკეთებთ? რა გინდათ? თუ იმათ პრომეტი გადაგიხადეს. და ამიტომ აკეთებთ ამას. ფულში ნუყიდით სინდის ნამუს საქართველოს. ფულში ნუყიდით იმ ტრადიციებს და იმ სიწმინდეებს, რომელიც ჩვენ ღმერთმა მოგცა. ნუ აკეთებთ ამას. და ბოლოს და მინდა კიდევ ერთი ესე იგი რაღაც ეს არის საშინელება არის ეს კაცო. საშინელება არის. გამოვდივართ ერთხელ ვამბობთ რომ უნდა დავიწყოთ დიალოგი, უნდა დავიწყოთ მშვიდობიანი გზებით საუბარი რუსეთთან, რომ ჩვენ დავიწყოთ აფხაზეთის სამაჩაბლოსთან დაკავშირებით რაღაც გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. თავად ბიძინა ივანიშვილიც კი გამოვიდა წინა საარჩევნოდ, თქვა რომ მე დავიწყებ აუცილებლად და დავიბრუნებ აფხაზ და ოს ხალხს. ასე გინდა დაებრუნოთ აფხაზი და ოსი ხალხი? თქვენ რა გინდათ ეხლა? თქვენ რასაც ეხლა ჩვენ ხედავთ და რასაც ეხლა აფხაზი და ოსი ხალხი ხედავს და რასაც ეხლა რუსები ხედავენ, ხო? ასე გინდათ ეს თქვენ ყველაფერი ურთიერთობები დაალაგოთ? არ ჭირდებით ჩვენ მათ ასეთი იდეოლოგიით და ასეთი ცხოვრებით არც აფხაზს და არც ოს 100 წელი არ ჭირდებით. მე კარგად ვიცი, ისინი დღემდე ინარჩუნებენ თავიანთ ისტორიულ ტრადიციებს, თავიანთ კულტურას და მშვენივრად არიან და ეხლა აქ სიმახინჯეში გინდა წამოიყვანოთ. აი თქვენი ისა რომ იტყვი შრომა და ბრძოლა, როგორ უნდა დავიბრუნოთ აფხაზეთის სამაჩაბლო. ამას მიხედეთ რა. მე კიდევ ვინ არის ეს გათახსირებული ეს არაკაცი ეს გეწაძე, ერეკლე გეწაძე. ის მსახიობი რომ არის, ის მამამისი, ისიც ბიძინა ივანიშვილის ფონდებიდან არის გამოკვებილი, ხო? და რა გააკეთა? რა საშინელება გააკეთა? ვიძახით რომ უნდა დავალაგოთ და უნდა აღვადგინოთ რუსეთთან მშვიდობიანი გზებით ურთიერთობები და დიალოგი და ამ დროს ეს გარეწარი გამოდის აგერ ლისტზე, იმ სცენაზე და ნახეთ რას აკეთებს, როგორ აშარდებს ზემოდან რუსეთის დროშას. აი ნახეთ ეს და თქოთ უჩვენოთ კადრები. აი მეგობრებო, თურმე როგორ უნდა რა პოლიტიკით და რა გზებით უნდა მივახციოთ ჩვენ საქართველოში მშვიდობას, ტერიტორიული მთლიანობების აღდგენას და ესეთი ურთიერთობების დალაგებას ოსებთან, აფხაზებთან და რუსებთან. აი ესე უნდა მივახციოთ თურმე. ეს სამწუხაროა ყველაფერი. თქვენ რა გეგონათ რომ ამას რეაქცია არ მოხდებოდა რუსეთის მხრიდან? მოყვა რეაქციას მოყვა რუსეთის მხრიდან და საკმაოდ კაცრი განცხადებების გაკეთდა. რუსეთის მხრიდან. საკმაოდ კაცრი განცხადებები გაკეთდა სწორედ იმ ადამიანების მხრიდან, რომელი ადამიანების პირდაპირ რუსეთის ხელისუფლებას ახმოვანებენ. ეს ხო საქმის გაფუჭება არის უკვე. ეხლა კითხვები მიჩნდება მე და ბევრ ჩვენთაგაც უჩნდება კითხვები. ესე იგი, ყოფილა თუ არა შეგნებულად გადადგმული ნაბიჯები იმასთან დაკავშირებით ამ იდეოლოგიის მატარებელ ადამიანების მხრიდან, ხელისუფლების მხრიდან, რომ აფხაზეთი დაგვეკარგა. სამაჩაბლო დაგვეკარგა. ყოფილა თუ არა შეგნებული ნაბიჯები გადადგმული იმასთან დაკავშირებით, რომ ამათი ქმედებებიდან გამომდინარე რუსეთს ეღიარებია აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა. ეხლა აგერ განცხადება გააკეთა, რომ ჩვენო განვიხილავთ საკითხსო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს შეერთებასთან დაკავშირებით, თუ სწორედ აი ამ გარეწარი და ნაძირალა და მაპატე და ნაბიჭვარის საქციელნა გამომდინარე. ანუ რას აკეთებენ ესენი? ანუ ყველაფერი უბედურება რაც ხდება ამ ქვეყანაში, ტერიტორიების დაკარგვა, ხალხის გარყვნა,
წაბილწვა და ეხლა კიდევ აფხაზეთის და სამაჩაბლოს შეერთება რუსეთთან, ამათი ხელშეწყობით ხდება ყველაფერი. ამათი ქმედებებიდან გამომდინარე ხდება ყველაფერი. და როგორ შეიძლება ახლა რომ ეს ადამიანები ჩვენ დღეს ვათარაშოთ ასე ამ ქვეყანაში და ვაგულაოთ როგორც უნდა. რა ხდება? კანონი, რომელიც მიიღეთ თქვენ აგენტურასთან დაკავშირებით. ხო მიცახოთ რომ ფინანსური წყაროები გადაუკეტეთო. აი ფინანსური წყაროები აგერ. საიდან მოედინება ეს თანხები? თანხები, რომელიც მოდის დღეს საქართველოში და ხმარდება ამ სიბინძურეებს. და სიბინძურეები, რომელიც სიბინძურეებს ვერ ვრცელდება მთელ ქვეყანაში. ამ თანხების რატომ არ იმაშვებით აკონტროლებთ? გინდა გითხრათ საიდან მოედინება ეს თანხები? არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ხო აღარ შემოდის უკვე ეს რაოდენობა, რომელიც შემოდიოდა რაღაც მცირე ანწერი შემოდის. ეხლა პირდაპირ დიპლომატიური კუთხით შემოდის ეს თანხები. დიპლომატიური ტვირთი, რომელიც შემოდის საქართველოში და ჯდება თვითმფრინავი, გინდა ამერიკის შეერთებული შტატების, გინდა საფრანგეთის, გინდა გერმანიის, გინდა ინგლისის, ხო? აი ეს შემოწმეთ ჩემოდნებით რომ შემოდის ქეში ფული და შემდგომ საერთაშორისოებიდან რომ გაედინება ეს ფულები და ხმარდება ამ სიბინძურეებს და ფინანსდება ეს არასამთავრობო ორგანიზაციები. აი ბატონებო, ეს შეამოწმეთ. მე რომ დიპლომატიური ტვირთი არის, არა გაქვთ მისი შემოწმების უფლება? შეამოწმეთ. და გადაკეთეთ ეს წყაროები. გადაკეთეთ ის ნარკოტიკული მასიური შემოდინება საქართველოში, რომელიც შემოედინება უცხო ქვეყნებიდან და იწამლება ჩვენი შვილები და შვილიშვილები. მოსპევით ეს ამ ქვეყანაში. გადაარჩინეთ ეს ქვეყანა, თქვენ დღეს ხალხმა აგირჩიათ. და ხალხის არჩეულები ხართ. და ხალხი ამას ეთხოვს. ეს პრობლემები დღეს დღითი დღე მატულობს და იკიდებს ფერს. ქუჩაში გამოდით და გაიარეთ. ნახეთ, შეხვდით ხალხს და გეტყვიან. და ნახეთ რა თაობა დადის და რა ახალგაზრდები დაიარებენ ქუჩაში და რას აზროვნებენ და რას ფიქრობენ. ჩვენ იმის ნაცვლად რომ ყველანი ერთად დავირაზმოთ. დავიწყოთ პირდაპირ დიალოგი ოსებთან, აფხაზებთან, რუსებთან და როგორღაც ეს შავი რაღაც ჯადოსნური წრე გავარღვიოთ. აქ სხვას ვაკეთებთ. აქ პირიქით ამას ვაძლიერებთ. და რუსეთი იქიდან სამაგიეროდ პასუხებს ასკუცებს, მაგრამ მე მინდა რუსეთის ხელისუფლებას უთხრა, რომ ეს არ თქვენთვის არის ეს მდგომარეობა მომგებიანი საქართველოში, იცოდეთ. იცოდეთ თუ საქართველო დაიღუპება, არ თქვენ გიწერიათ კარგი დღე. ეს იცოდეთ. დამეჯერეთ. ქვეყანაში, ჩვენ ქვეყანაში ქრისტიანული მართლმადიდებლური სარწმუნოების რომ იტყვი დაანგრევა და ფეხქვეშ გათელვა ეს ჩათვალეთ რომ თქვენ წინააღმდეგაც იმოქმედებს და თქვენთანაც ცუდად წავა საქმე. ამიტომ დღეს რაც ხდება ქვეყანაში, ჩვენს ქვეყანაში მარტო ჩვენ ნუ დაგვაბრალებ ქართულ ხალხს. მარტო ჩვენს მიმართ ნუ იქნებით ასეთი რაღაც კატეგორიულები. ეს თქვენი ბრალიც არის, იცოდეთ. თავის დროზე თქვენ უნდა გეფიქრათ იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ქვეყანაში ადრე თუ გვიან აი ეს ერთ-ერთი ძლიერი ბინძური გეგმა, რომელიც პირდაპირ ურტყამს ქრისტიანობას, მართლმადიდებლობას, სიწმინდეებს, თქვენთანაც მოაღწევს. თუ აქ მოიკიდა ფეხი. თქვენ, ჩვენ ერთად უნდა ვიბრძოლოთ ამასთან დაკავშირებით. მესმის თქვენთანაც არის პრობლემები, კი, ძალიან ბევრი ლიბერასტები ყავთ იქ, სავსე არის თქვენთანაც ძალიან ბევრი ლიბერასტებით, მაგრამ ეს ბრძოლა არის საერთო ბრძოლა. და ამ საერთო ბრძოლაში ერთად უნდა ვიდგეთ. და ერთად უნდა ვაკეთოთ საქმეები. და ერთად უნდა შევუწყოთ ხელი სწორედ იმ კონტინგენტსა, იმ ადამიანებს, რომელი ადამიანებს პირდაპირ ხმალ ამოღებული ბრძოლობს აი ამ ბინძური იდეოლოგიის წინააღმდეგ. ბევრი რამ არის თქვენზე დამოკიდებული, იცოდეთ ამასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი რამ არის. ხომ ხედავთ როგორ ვითარდებიან ქვეყანაში ესენი? ის ადამიანები, რომელი ადამიანებიც ვებძვით აი ამ ბინძური იდეოლოგიას და ამ ლიბერასტებს ყველა მხრიდან გვიტევენ, ხელს გვიშლიან, ყველაფერს გვიკეტავენ, საარსებო საშუალებებს გვიკეტავენ აბსოლუტურად, რომ ჩვენ ვიყვეთ შეზღუდულები, ხო? საინფორმაციო საშუალებებსაც გვიზღუდავენ. არ გვაძლევენ იმის საშუალებას, რომ ადამიანებამდე მივიტანოთ ეს ყველაფერი. როგორც კი რაღაც გარკვეულ ნაბიჯს გადავდგამთ, იმ წუთში ბულინგები და მთელი ეს ორომტრიალი ატრიალდება.
მაგრამ ჩვენ ამის არ გვეშენია რაცო. ვერ შეგვაშინებენ. ჩვენ შიშველი ხელებით ვიბრძოლებთ, შიერწყურალი ვიბრძოლებთ და აი ამ ბინძურ იდეოლოგიას არ მივცევთ განვითარების საშუალებას. და არ მივცევთ იმის საშუალებას, რომ ამ ბინძურმა იდეოლოგიამ ჩვენი ქვეყანა მოწამლოს. ჩვენი ქვეყნის თაობა მოწამლოს და ეს ქვეყანა გაანადგუროს. ამის საშუალებას არ მივცევთ. მე ვფიქრობ, რომ აქ ერთობლივი ბრძოლაა საჭირო. ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო. და აფხაზებსაც და ოსებსაც მინდა უთხრა, რომ ასე დიდხანს კი გასაგები არის, რომ თქვენ რაღაც გარკვეული პოზიცია გაქვთ და რაღაცნაირად გარკვეულად ინარჩუნებთ თქვენს ტრადიციულ ცხოვრებას, მაგრამ ჩვენ ხო ხედავთ როგორ აგიჯაკეს აფხაზეთში. იქ მართული ოპოზიცია. ხო, ბეწვე გადარჩით მაშინ. ბეწვე გადარჩით, ხო? ეს ყველა დაფინანსებულები იყო. აბსოლუტურად. დასავლეთის მიერ დაფინანსებული ოპოზიცია იყო, რომლებსაც უნდა მოსვლა სათავეში და შემდგომ შესაბამისად ასეთი ბინძური იდეოლოგიების რომელთვე განხორციელება მანდ. ისევე ოსებსაც. ამიტომ ერთობლივად ეს არის საერთო მტერი ჩვენი. გესმით რაშია საქმე? ეს არის უხილავი მტერი, რომელიც მოდის, მოედინება და პირდაპირ, ესე იგი, სწრაფი ტემპით მოდის. ამას გჭირდება გაერთიანება. ამის წინააღმდეგ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ. გასაგები არის, მოხდა რაღაცა, კი ბატონო, მოხდა, მაგრამ ეს რომ მოხდა, არ თქვენი ბრალია, არ ჩვენი ბრალი არის. ერთმანეთს დავანაშაულებთ. ეს სწორედ განახორციელა მაშინდელმა დასავლურმა აგენტურამ ქვეყანაში და ერთმანეთს დაგვაპირისპირა, ერთმანეთი დაგვახოცინა. და აქაც კიდევ თბილისში და სამოქალაქო ომიც გაგვაჩაღებინა და გაგვანადგურებინა ერთმანეთი. ეს გათიშა და იბატონი არის. ეს გააკეთა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მაშინ, ეს გააკეთა დასავლეთმა მაშინ გათიშა და იბატონე. და შესაბამისად ეს გათიშული ერი ერთმანეთთან უკვე შემოვიდა ეს აგენტურული ძალა საქართველოში და მოგვაჯდა თავს და დაიწყო მაქსიმალური კონტროლი. ამიტომ უნდა გავაკეთოთ ის, რომ ჩვენ ესენი დავამარცხოთ. ჩვენ არც მაგაცე ნაკლებები ვართ. ჩვენთან არის ჩვენ ღმერთი გვიჭერს მხარს, ჩვენ ღმერთის ქვეყანა ვართ. ჩვენ ქრისტიანები ვართ, მართლმადიდებლები ვართ და ჩვენ ვიცით რასაც ვაკეთებთ და ვიცით რისთვისაც ვბრძოლობთ. ჩვენ გვაქვს ისტორია. ჩვენ გვაქვს სიწმინდეები. ჩვენ გვაქვს ოჯახური ტრადიციები. ხო და ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ ერთად და ამისთვის უნდა დავირაზმოთ ერთად და ამისთვის უნდა გავაკეთოთ ქართული საქმე და გადავარჩინოთ საქართველოს. და არა ისე როგორც ესენი აკეთებენ აგერ. ყველა მიმართულება აიღეს აბსოლუტურად. რომელი მიმართულების საფუძველზედაც ისინი ანგრევენ ამ ქვეყანას. და ამ ქვეყანაში უკვე მე გეტყვით რომ თუ ასე გაგრძელდა სამწუხაროა ეს, მაგრამ რა ვქნა, რეალობა არის და სიმართლე უნდა ვთქვათ. აღარც შობადობა მიმდინარეობს ისე როგორც საჭირო არის, აღარც ქორწილები მიდის ისე როგორც საჭირო არის, დემოგრაფიულად ვართ კატასტროფულ მდგომარეობაში და ალბათ თუ ასე გაგრძელდა უმოკლეს ხანში ქართველი ხალხი ამოხდებით უმცირესობაში. და ეს უმცირესობა ვიქნებით უკვე ის ადამიანები, რომელი ადამიანებიც უკვე ფაქტიურად ვერ მიმოქმედებთ ვერაფერს და ვიქნებით ხელებცარიელები. და ქვეყანაში გაბატონდება სწორედ ის სიმახინჯეები, რომელიც სიმახინჯეების ნელა ფეხს იკიდებენ. ამიტომ უშველოთ ამას ყველაფერს. იმ ნარკოტიკების ესე მასიური გავრცელება ქვეყანაში და შემდგომ განარკომანება ახალგაზრდაობის, გოგო ბიჭების, გაიგე. თქვენ გონიათ მათ შემდგომ გაუჩნდებათ რომელიმე ოჯახი შექმნან იმის სურვილი? არავის აბსოლუტურად. და არც ასეც არის ეს, ხო? შემდგომ შემოიღეს კანონი რაღაც ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით. სად არის დღეს მამაკაცები? მამაკაცების დიდი ნაწილი დღეს სად არის გეკითხებით? ციხეებია სავსე ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით. შეუქმნეს ამ ბაბუცა პატარაიას რაღაც ის არასამთავრობო ორგანიზაცია ამერიკელებმა და ეს არასამთავრობო ორგანიზაციაში მედიან ეს რიგი დგას ამ ქალების, რომ თითქოს და მასე მამაკაცმა იძალა და შემდგომ ეს ატეხავს კივილწივილს, აღიზრება სიხისამართის საქმე და 7 წელი და 6 წელი უკვე საჯელს იხდიან მამაკაცები ოჯახურ ძალადობაზე. ვის არ მოსვლია რაღაც ოჯახში ახლა რაღაც კამათი და ეს არც ეს ბუნებრივი არის, ხო, ყველას მოდის და რაღაც ხმამაღალი შელაპარაკება, ხო? ამასთან დაკავშირებით რომ კაც დაიჭერ, გაიგე და ციხეში გაუშვებ, ხო?
ეს ხო შეგნებულად არის გაკეთებული. ამით ხომ უკვე ქვეყანაში დემოგრაფიული ის ცირდება. ამით ხომ ოჯახი უკვე ინგრევა. მერე მასიური დინება მიგრაციაში, ქალების, მამაკაცების. რატომ ხდება ეს ყველაფერი? იმიტომ რომ ქვეყანა არ გამრავლდეს, არ გაძლიერდეს. წავიდა მეუღლე აუშვა და თვითონ აგერ არის წამოპლაკული აქანა ეს კაცი და იქიდან უგზავნეს მეუღლე საწვავის ფულსაც, სიგარეტის ფულსაც, საჭმელის ფულსაც და ეს კაცი ეს არამზადა კაცი ხელსაც კი არ ანძრევს რომ რაღაცნაირად თავისი ეკონომიკა ისე გააძლიეროს, რომ ის მეუღლე დაიბრუნოს უკან ისევე. ხო? არის ასეთები. ახლა არიან კი ადამიანები, რომლებიც მართლაც მამაკაცის და ქალის შრომობენ წვალებად. არის ასეთი კონტინგენტიც არის ქვეყანაში, საქართველოში. არის ის ადამიანებიც, რომლებიც დღეს მეუღლის კისერზე არიან და მეუღლის კისერზე დღეს როგორც უნდა ისე გულოვებენ საქართველოში და რასაც უნდა იმას აკეთებენ. ხედავთ ხოს ქალბატონები, რომლებიც არიან გადახვეწილი უცხო ქვეყანაში. ამას ხო უნდა მიაქციოს ყურადღება ხელისუფლებამ. როგორმე ეს ხო ყველაფერი უნდა შეჩერდეს. ეს პროცესები თუ არ შეჩერდა ამ ქვეყანაში, ხო? ეს ძალადობრივი რაღაც მოგონილი მუხლები თუ არ გააუქმა და თუ ესე იგი ეს მამაკაცები არ იქნენ ტყვეობიდან დახსნილი. სადაც ესენი მასიურად დღეს საჯელს იხდიან. ნარკოტიკები, რომლებიც დღეს მასიურად შემოედინება საქართველოში და იწამლება თელი თაობა იწამლება, ბავშვები იწამლებიან, ხო? ეს პრობლემა უნდა მოიხსნას. განათლების სისტემა მთლიანად თავიდან ბოლომდე უნდა იყოს დაფუძნებული ქართულ იდეოლოგიაზე და არა სოროსულ იდეოლოგიაზე. ეს უნდა მოხდეს ამის გადარჩენა ჩვენი ბავშვების ამით ამ განათლების სისტემის რეორგანიზაციით, ხო? ეს LGBT ლიბერალ ფაშისტური ძალების თარეში თუ არ მოისპო ამ ქვეყანაში და მათი ღონისძიებები თუ არ აღიკვეთა, ხო? ესეც უნდა მოისპოს, ხო? ის აგენტურული თანხები, რომელიც შემოედინება და კვლავ ფინანსდებიან ესენი და კვლავ ესე იგი ხელგაშლილი მოქმედებენ, ესეც უნდა გააკეთოთ. ხომ ხედავთ რა გააკეთეთ თქვენ? ძალიან მე უნდა ვთქვა ეს და ვიტყვი კიდევაც ყოველთვის. სანამ ალტიფო იყო კონსერვატიული მოძრაობა, ამას ვერ ბედავდნენ. აი რაც ახლა დღეს ისე ხდება. იცი რატო? იმიტომ რომ ეს ახალგაზრდა ბიჭები ახერხებდნენ, აკეთებდნენ იმას საზოგადოების სრულ მობილიზაციას ახდენდნენ და რასაც თქვენ ვერ ბედავდით და რასაც თქვენ ვერ აკეთებდით ხელისუფლებამ და რასაც თქვენ ვერ გრძალავდით ამ ბინძურ იდეოლოგიასთან დაკავშირებით, ამას ეს ბიჭები აკეთებდნენ და ეს ბიჭები აკეთებდნენ ხალხთან ერთად. და მე არაერთხელ ყოფილი ვარ ამ ღონისძიებაში ჩემს თანამებრძოლებთან ერთად და მიმიღია მონაწილეობა ასეთი მსგავსი ბინძური იდეოლოგიის აღკვეთასთან დაკავშირებით. ნახეთ, როგორც თქვენ ეს პარტია დაშალეთ და ესენი შეავიწროვეთ და ფაქტიურად შეზღუდეთ და უკვე შოუბოჭეთ ხელფეხი, აი ბატონებო, რა მივიღეთ? მეც ნურავის ნუ დავაბრალებთ. თქვენი ბრალია ეს. აი რაც მივიღეთ, ეს თქვენი ბრალია. აბა ყოფილიყვენ ესენი აკოთებული კარვებით გაგისუფთავეს იქ მთავრობის სახლით. თქვენ რომ ვერ ახერხებდით, რომ ვერ აკეთებდით. აკოთებული კარვებით, სადაც უკვე იქ ის ქონდათ გახსნილი მთელი საფეფარეშუები და მთელი ნარკოტიკები და ეს ყველაფერი. აბას ხო ვერ აკეთებდით თქვენ? ამიჯერმა გააკეთეს, ხო? მერე ბასიანის კლუბი ერთი დღით დაიკეტა. მთელი ნარკომანები გამოვიდა მთავრობის სახლის წინ იქ. ეს გარყვნილი ხალხი და ლამის ყიმა ამოგატრიალათ. სანამ გახარი არ მეიყვანათ იქ და ბოდიში არ მოახტევინეთ ნარკომანებზე. ბოდიში არ მოახტევინეთ ნარკომანებზე. ანუ რა? ანუ თქვენ ხელი შეუწყეთ ამ პროცესების განვითარებას, ასეთი ქმედებებიდან გამომდინარე. და ეს თქვენ გააკეთეთ და ამიტომ თქვენ ნურავით ნუ დაადანაშაულებთ. რა დღეს ამ ქვეყანაში ხდება? პასუხისმგებლობა აი ამ სიბინძურეებთან, აი ამ სიმახინჯეებთან ერის გარყვნაში, ქვეყნის განადგურებაში თქვენს გეკისრებათ, იცოდე, მარტო სააკაშვილს არ ეკისრება იმ ავადსახსენებელ პირსისხლიანს, იმ ფაშისტს, მარტო იმას არ ეკისრება. მით უმეტეს დღეს წამოპლაკული ხავთ, აგერ ვიმამეთში, აიგე? გადაათრიეთ ეს ნაძირალა. ეს პირველი მტერია საქართველოში და შეაგდეთ იქ დანის ციხეში, თავის საშენებულ ციხეში. ეს არამზადა მოაცილეთ, აქეთ ეს მწამებელი გადაათრიეთ იქიდან. ეს სისხლის მსმელი გადაათრიეთ იქიდან. ჩახსენეთ ეს პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური ველიდან. დაიჭირეთ ეს ხალხი, დასაჭერები არიან, ყველანი დანაშავეები არიან. გამოყარეთ ეს
თანამდებობებიდან ის ნაციონალები, რომლებიც გიზით იქ ზოგი პარლამენტში, ზოგი სამინისტროებში და ზოგი კიდევ სხვადასხვა ორგანიზაციებში. რატომ გყავთ ესენი შებუნდრებული, გაიგე? რატომ ფარველობთ ამას? გესმით აშია საქმე. რა თქინდათ ეს ნაგავი, გეკითხებით მე თქვენ? რაში გჭირდებათ? რა? კიდევ იმ მეთოდებით გინდათ გააგზავნოთ ცხოვრება, რომ ჩვენ თუ არა ესენიო? ამას აღარ აჭამს ქართველი ხალხი. всё, მორჩა, ესენი აღარ არიან ბუა ჩვენთვის უკვე. აღარ არის ესენი ბუა საქართველოს მოსახლეობისათვის. მიეცით ახალ პოლიტიკური ძალას იმის საშუალება, რომ გამოვიდეს პოლიტიკურ არენაზე ქართული ნამდვილი ეროვნული ძალა და დაიწყონ ქართული პოლიტიკის კეთება. თქვენთან ერთად, კაცო, ჩვენ კი არ გებრძვით. და ჩვენ კი არ ვართ ჩასაფრებული თქვენზე, რომ რაღაცნაირად რაიმე ის მოგიზებნოთ, კომპრომატები და რაღაც პირიქით. ჩვენ დაგიდგებით გვერდით ყოველთვის იმ საქმის კეთებაში, რასაც ქვია ქართული ეროვნული საქმის კეთება. გვერდით ვიქნებით, თქვენ გვერდით ვიქნებით. მთელი საქართველო იქნება თქვენ გვერდით. რა პრობლემებიც ახლა მე ვისაუბრე და რა პრობლემებიც ახლა მე დავასახელე. თუ კი თქვენ დაუპირისპირდებით ამას ყველაფერს, დამეჯერეთ, მერწმუნეთ. ვერც ერთი ლიბერასტი ვერც ქუჩაში დახვდებათ იმ და დაგიწყებს შეურაცხყოფების მოყენებას და ვერც იქ სადღაც საგვიათო დაიარებით, ვერც იქ დახვდებიან, ვერც აეროპორტებში და ვერც კიდევ ღონისძიებებზე, რაღაც კორპორაციულ ღონისძიებებზე. ვერსად ვერ დახვდებიან, იმიტომ რომ ისინი დაინახავენ უკვე ხალხს და ხელისუფლებას ერთად. ამ საკითხებთან დაკავშირებით. ხალხი და ხელისუფლება ამ შემთხვევაში თუ ერთად იქნება, თქვენ წარმოიდგინეთ, წაუქცეველი ძალა იქნება ეს ყველაფერი. და ყველაფერი დალაგდება, ყველაფერი მოგვარდება. ამიტომ კიდევ გეუბნებით და გთხოვთ. თვითფასო ხელისუფლება. საზოგადოება თქვენთან არის, იცოდეთ. და თქვენთან იქნება, თუ კი ეროვნული საქმეების გაკეთებას დაიწყებთ და ის კანონპროექტები, რომელი კანონპროექტები თქვენ მიიღეთ, ამას მიცემთ განხორციელების საშუალებას. და აღგზავნოთ ასეთ მსგავს გაღწილ და რომ იტყვი ამას მე ვეღარ სახელიც კი ვერ მოუძებნე, რაც ეხლა ლის მოხდა, ხო? და გადავარჩენთ იმ ბავშვებს, რომელი ბავშვებიც იქ მიიყვანეს, კაცო. დედა დავინახე პატარა ჩვილი ბავშვით იქ მიდიოდა. ის დედა არის ეხლა? მაგრამ რა გინდათ? სახელმწიფოში იდეოლოგია ამ მიმართულებით არ მიმდინარეობს. სახელმწიფოში მუშაობა ამ მიმართულებით არ მიმდინარეობს. და ეს გააკეთეთ, იცოდეთ რა? ამას თუ გააკეთებთ, დიდხანს იქნებით კიდევ ამ ქვეყანაზე და ღმერთი ყოველთვის თქვენთან იქნება. ხალხი ყოველთვის თქვენთან იქნება და როდესაც ხალხი თქვენთან არის, თქვენ ძლიერები იქნებით, იცოდეთ. კიდევ და კიდევ მინდა მოგილოცოთ 26 მაისი. მალე გვენახოს გათავისუფლებული საქართველო ასეთი მსგავსი ოკუპანტებისაგან, დიახ, ოკუპანტებს უწოდებ ამას მე, აი ამ დასავლურ ოკუპაციას უწოდებ ამას მე. და ეს ტრებს უწოდებ ამას მე, ჩემი ქვეყნის ტრებს, რაც ამ ქვეყანაში ხდება ახლა. ღმერთმა მოგცეს მშვიდობა და მე მინდა ჩემს მსმენელს და ჩემს მაყურებელს მიმართო და იმ ადამიანებს ჩვენ ვერავინ ვერ წაგვაქცევს. თუ კი ერთად ვიქნებით. ჩვენ დავირაზმოთ ყოველთვის და თუ კი ხელისუფლება ნაბიჯს გადადგამს, რომ ამათ დაუპირისპირდეს, ხელისუფლებამ იგრძნოს, რომ ჩვენ მათ გვერდში ვართ და ერთად ვებრძვით ამ სიმახინჯეს. კარგად ვანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე, თვითფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ დროებით ალბათ გარკვეული პერიოდში პაუზას ვღებულობთ, რომ რეორგანიზაციები მიდის ჩვენ ტელევიზიაში და ალბათ ერთ თვეში დაგიბრუნდებით. კარგად ვანდებოდეთ.